გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, ვიწყებთ გადაცემას ახალი პარადიგმა. დღევანდელ ეთერში ჩვენი სტუმრები იქნებიან პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის წევრები, ხელმძღვანელები, ერთ-ერთი ხელმძღვანელები ბატონი თემურ პიპია, გენერალური მდივანი და პოლიტიკური მდივანი ბატონი ირაკლი უბილავა. მოგესალმებით ბატონებო, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მინდა ვისაუბროთ დღევანდელ ეთერში იმ მოვლენაზე, რომელსაც ალბათ ჩვენ საზოგადოების უმრავლესობა პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალყურს. საპარლამენტო კომისიის ხდომაზე იკვლევენ 2004-2008 წლებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს და ამ კონტექსტში ბუნებრივია განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უშუალოდ 2008 წლის სამხედრო მოქმედებებს. დღეს ალბათ ნახა მაყურებელმაც რომ იყო საკმაოდ დაძაბული დებატები მონაწილეებს შორის, იყო მწვავე შეკითხვები, იყო მწვავე პასუხები მათ შორის და ერთგვარად აი ამ შელაპარაკების ზღვარზე მიმდინარეობდა კომისიის სხდომა. ბატონ თემურ, თქვენგან მინდა რომ დავიწყოთ საუბარი, გარდა იმისა, რომ ითქვა შინაარსობრივად საინტერესო საკითხები და ამაზე გავამახვილოთ ბუნებრივია ყურადღება და ეს გვიტოვებს მსჯელობისთვის საკმაოდ დიდ სივრცეს, ის ყველაფერი რაც გოგავა მილაპარაკა დღეს. მაგრამ გარდა სამართლებრივი მხარისა ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური მხარეც, ხო, ამ პროცესს. შეიძლება პოლიტიკური მხარე კიდევ უფრო მეტად წინ წამოწეული იყოს. იქიდან გამომდინარე და ამის მისახუძვლელს რა გვაძლევს ჩვენ, რომ ყველა ეს სხდომა გადაეცემა პირდაპირ ეთერში, ანუ საჯაროდ ხდება ამ ყველაფრის გაკეთება. თუ ამ შემთხვევაში ხელისუფლების და სახელმწიფოს მიზანი არის, რომ აი კონკრეტული სამართლებრივი დარღვევები გამოავლინოს, ამას საჯაროობა და ესეთი ფორმით გადმოცემა არ ჭირდება. დაიბარე ის ადამიანი გამოკითხვაზე, გამოკითხე, გააცანი ოქმის საზოგადოებას. რადგან ხდება საჯაროდ ამ ყველაფრის განხილვა, ხელისუფლების მიზანი არის არა მარტო ის, რომ დაამტკიცოს ამ ადამიანების კონკრეტული პირების დანაშაულებიობა სამართლებრივი თვალსაზრისით, არამედ მოიგოს საზოგადოებრივი აზრიც. ჩვენ ქართულმა საზოგადოებამ დავინახოთ, რომ აი ყველაფერი ის რაც ამდენი ხანია, რაზეც მიდის მსჯელობა და რასაც ვიღაცები უარყოფენ, ვიღაცები ადასტურებენ, აი ჭეშმარიტება რა არის, ეგ უნდა დავინახოთ. მიზანი ყოველ შემთხვევაში აი საჯაროობის მიზანი ეს არის. რამდენად თქვენი აზრით აი ამ თემით მინდა დავიწყო, ეს მიზანი არის შესრულებული განსაკუთრებით დღევანდელ სხდომაზე. რამდენად გქონდა ის სურათი, რომ მართლმა გუნდმა მოიგო ქართული საზოგადოების აზრი აი კონკრეტულად იმ საკითხზე, რა საკითხზეც დღეს იყო კომისიის სხდომა. თქვენ როგორი შთაბეჭდილება დაგჭათ ამ ყველაფერზე? პირველ რიგში მე მივესალმები საგამოძიებო კომისიის შექმნას და გამოძიების დაწყებას იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც ხდებოდა 2008 წელს და არა მხოლოდ 2008 წელს, არამედ წინა რეჟიმის მმართველობის პერიოდში. და ეს კომისია მსჯელობს წინა რეჟიმის დანაშაულებებზე, იმ სისტემური ხასიათის დანაშაულებებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა იმ 9 წლის განმავლობაში. ეს ძალიან კარგი მორალურ-პოლიტიკური ხასიათის პროცესია, რომელიც რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოებრივი პოლიტიკური ვითარების გაჯანსაღებას ქვეყანაში. მე თავის დროზე ძალიან მომეწონა, რომ თეო წულუკიანი გახდა კომისიის თავმჯდომარე. ეს არის პრინციპული ადამიანი, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა გამორჩეული პრინციპული პოზიცია ფაშისტური რეჟიმის მიმართ და იმ ხალხის მიმართ, რომლებიც ამ რეჟიმს ხელმძღვანელობდნენ. აქედან გამომდინარე, მის პრინციპულობაში, მის კომპეტენტურობაში თან არავინ ეჭვი არ ეპარება, რომ თეო წულუკიანი მიიყვანს ამ საქმეს ბოლომდე და მოხდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და იმ პარტიების გასამართლება და იმ რეჟიმის გასამართლება საერთოდ, რომელმაც საქართველოს მიიყვანა კატასტროფულ მდგომარეობამდე. მეორე მხრივ დღევანდელ პროცესს თუ მივადევნებთ თვალს, ჩვენ ვხედავდით თუ როგორ იქცეოდნენ ის ხალხი, ვინც დაიკითხა, განსაკუთრებით ეს შეეხება გოგავას, რომელიც ჯერ ერთი სამხედრო ფორმით მოვიდა იქ და ჩვენ რო ტელევიზიისთვის ხმა ჩაგვეწია და ისე რო შეგვეხედა გამოსახულებისთვის, იქ მაინც და მაინც ვერ გაარკვევდა კაცი, რომელი იყო პიროვნება, რომელიც დაკითხავდა და რომელი იყო პიროვნება, რომელიც დაიკითხებოდა.
აი ესე იქცეოდა რა თქმა უნდა ერთი მომენტში ხელითაც კი გაეწია თითქმის სოზარ სუბარის წინააღმდეგ საერთო ატმოსფერო და საერთო მდგომარეობა ქვეყანაში ისეთი რომ აი ეს ხალხი ბედავს ამას აი წინა რეჟიმის ეს წარმომადგენლები მე სრულიად დარწმუნებული ვარ იმაში რომ აი ეს გოგავა და კიდევ რამოდენიმე პიროვნება რომელიც გარეთ არის მიშასთან ერთად მიხაილ სააკაშვილთან ერთად მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება რომელსაც მოყვა შეიარაღებული დაპირისპირება ცხინვალის რეგიონში ეს იყო თავიდანვე განწირული ავანტურა მასშტაბური ავანტურა რომელმაც საქართველოს ქართველი ხალხი მიიყვანა კატასტროფულ მდგომარეობამდე რაც შორის გოგავაც თქვენი შტაბ-ჭდილები და არის ერთ-ერთი დარწმუნებული ვარ ეს იყო გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ეს იყო მაღალი რანგის სამხედრო ხელმძღვანელი პიროვნება რომელსაც ყოველ შემთხვევაში შეეკითხებოდნენ მაინც აი სამხედრო თვალსაზრისით რა პერსპექტივები გააჩნია ამ ავანტურას ბატონ თემურ თქვენ რო ამბობთ რომ აი ისინი ბედავენ ასე ლაპარაკს ის რა არის ეს ცოტა ისეთი არგუმენტი ხომ არ არის ეხა ბედავენ რა მაწინააღმდეგ დღემდე აი გოგავასინამ თუ გოგავაზე ვილაპარაკებთ რაღაც საქმე არ არის აღძრული რომ სისხლის სამართლის დამნაშავედ ერთი არც უნდა მიიჩნიო ადამიანზე თუ არ არის განაჩენი დამდგარი და უბრალოდ საქმე აღძრული მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ეგეთ შეხედულება რო კონდეს ეს ადამიანები არიან იქნება უბრალოდ უტიფრები აქ ხელისუფლების პასუხისმგებლობა რაში არის ეს არის საინტერესო უტიფარია რა მოდის და იძახის რომ აი მაგალითად უტიაშვილი რომელიც პირდაპირ ეთერში აჩვენებდა რუკაზე ჩვენი ჯარის განლაგებას ამას ეძახის რომ ეს იყო ძალიან დიდი კატასტროფული შეცდომა კი არ იყო დანაშაულია და თან სამხედრო პირი ხარ შენ თვითონ გენერალი ხარ და შენ თუ არ გესმის ეხა მაგის იმ მნიშვნელობა რომ პირდაპირ ეთერში რუკაზე რო უჩვენებ ჯარის ატყავს განლაგებული და სადღაც ძალები არის კონცენტრირებული ეს რო არის შეცდომა კი არა დანაშაული ამას არ ჭირდება მე მგონი საერთოდ ექსპერტობა ხო ამ მიმართულებით ამიტომ ეს ადამიანები მე მჩება შტაბ-ჭდილება რომ უბრალოდ უტიფრები არიან აი რა შეიძლება მოუხერხოს ამას უტიფარს თავის წამალი შესაბამისი წამალი არსებობს უტიფრობის წინააღმდეგ რომელიც უტიფარს თავის ადგილას მიუჩნს თავის ადგილს მიუჩნს ხოლმე ეს თუ უტიფრობას ეხება ეს ასეა მაგრამ საერთო მდგომარეობა ისეთი 2012 წლიდან აი კოჰაბიტაციის პროცესი შემდეგ ესე იგი აი ეს დათმობები რაზეც წავიდა ქართული ოცნება ამ დანაშაულებრივი პოლიტიკური მოძრაობის მიმართ ქართველი ხალხის ინტერესების დათმობით აი ეს არის ქართული ოცნების პასუხისმგებლობა და ქართული ოცნების პასუხისმგებლობა ზუსტად ის რომ აი ეს ხალხი დღესაც კი ასე თავხედობს არა მხოლოდ გოგავაზეა საუბარია ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე იმ პარტიებზე რომლებმაც რამოდენიმეჯერ სცადეს საქართველოში ძალადობრივი გადატრიალების მოწყობა რამდენჯერმე სცადეს პარლამენტში შეჭრა რამდენჯერმე სცადეს ესე იგი თბილისში სიტუაციის ისეთი დესტაბილიზაცია რომელსაც სხვერპლი შეიძლება მოხოლოდა რამდენჯერმე სცადეს სკოლის ბავშვების სტუდენტების ახალგაზრდობის ჩართვა და ჩართვაც კი არის კიდევაც ამ ავანტურაში რატომ იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ ისე მოაწყო საქმე რომ ეს ხალხი გათავხედდა საერთო ჯამში და ჩვენ ხედავდით როგორ იქცეოდა დღეს გოგავა აი ამ ესე იგი იმაში რა ქვია ამ პროცესში როგორც მინიმუმ რავის ასეთი შტაბ-ჭდილება მრჩება მეც სამხედრო სპეციალისტი არა ვარ როგორც კარბატონი თეა და რამდენჯერმე ბოდიშებს უხდი და ამაზე გოგავას და ელაპარაკებოდა ძალიან ისე ბოდიშებით არ დაგჭირდებოდა ბოდიშების მოხდა რომ გვერდზე ყოლოდა ისეთი პიროვნება ეს უნდა გქონოდა სამხედრო სპეციალისტი არა აუცილებლად გენერალი იყოს ან პოლკოვნიკი სამხედრო სპეციალისტი რომელმაც სამხედრო საქმე იცის ძალიან კარგად და იცის ზედმიწევნის შესწავლილი აქვს თუ რა ხდებოდა 2008 წლის 7 ყოველ შემთხვევაში სამხედრო ოპერაციები რომელიც თვალნათლივ არის 7 აგვისტოდან 12 აგვისტოს ჩათვლით ნებისმიერ წერტილში ნებისმიერი საჯარისო ფორმირების ნებისმიერი თუნდაც ჯარისკაცთა რაღაცა ჯგუფის გადაადგილების შესახებ როგორც იქით ამხრდა როგორ ისე ასე აქედან გამომდინარე თეატრულუკიან ზარდასჭირდებოდა ისეთი წვრილმანების დაზუსტება
რომელშიც მაგან მიიღო ძალიან ისეთი უხერხული პასუხები, ესე იგი მოპასუხებელი. აქედან გამომდინარე, ჩემი სურვილი ერთადერთია, ჩემი სურვილია ის, რომ აი ეს მორალური პოლიტიკური ხასიათის აქტი, რასაც ქვია გამოძიება, რომელსაც უყურებს მთელი საქართველო და არა მხოლოდ საქართველო. დარწმუნებული ვარ, ამას უყურებს მთელი რუსეთი, ამას უყურებს აფხაზები უყურებენ, ოსები უყურებენ, ჩვენ არ გამოვიყურებოდეთ. აი მართალი მხარე, საქართველოს მხარე და მართალი და საქართველოს მხარე დღეს არის თეატრო ლუკიანი, არ გამოვიყურებოდეთ ზოგიერთ შემთხვევაში საწოდავადაც კი. და საერთო ჯამში რა თქმა უნდა მორალური უპირატესობა არის საქართველოს ქართული მხარის ხალხის მხარეს, რომლის ინტერესებსაც იცავს თეატრო ლუკიანი და საგამოძიო კომისია. კი ბატონო, უბრალოდ რა თქმა უნდა ჩვენი სურვილი მართლაც ის არის, რომ კიდევ უფრო როგორ თქვა, დამაჯერებლად იყოს ეს პოზიციები წარმოდგენილი და ამაში ნამდვილად სრულად აგეთანხმებით, რომ კარგი იქნებოდა სპეციალისტების ჩართვა. სხვათა შორის აი ჩვენ ჯერ კიდე არ იყო ეს კომისია საერთოდ ჩემდგარი და ჩამოყალიბებული იდეის დონეზე იყო და ჩვენც მათ შორის პირადად ჩვენ და არაერთხელ განგვიხილავს ამ სტუდიაში ის მომენტი, რომ აუცილებელია, როდესაც მით უმეტეს ერთპარტიულ რეჟიმში ხდება რაღაცის განხილვა, ხო? იმისათვის რომ მე ამას არ მიეკეროს, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი და ასე შემდეგ, აუცილებელია, რომ ამ პროცესში ჩართული იყვნენ სანდო სპეციალისტები, რომლებიც ამ ყველაფერს კონკრეტული დარგის მიმართულებით სპეციალისტები ჯერ საერთოდ ყველაფერს დავანებოთ, თუ საუბარი არის ისტორიულ შეფასებაზე და ისტორიის შეფასებაზე და ამას უნდა კონდეს ოფიციალური დოკუმენტის სახე, შეუძლებელია, რომ აქ მართლა დარგის უახლესი ისტორიის სპეციალისტები მაინც არ იყვნენ ჩართული, რომლებიც არიან ამ დარგის სპეციალისტები, მათ უნდა გადაწყვიტონ ბევრი საკითხი, ხო? მით უმეტეს აი როცა სამხედროს თემატიკაზეა გასაგებია რომ არ არის ახლა ამ პროცესის უშუალო მიზანი რაღაც იქ სამხედროებმა როგორ შეასრულეს ბრძანება მაგისი გამოკვლევა. მიზანი არის პოლიტიკური თანამდებობის პირების დანაშაულის მაგრამ ბოდიში ამაზე გიწევს საუბარი. ამაზე რო გიწევს საუბარი, ამაზე რამდენჯერ მოიხადა ბოდიში არ ვარ სამხედრო სპეციალისტი, მაგრამ აი ამ შეკითხვას დაგისვამო, იქნებ შეცდომით გისვამო, იქნებ ამაზე მოგზუსტა საუბარი. აქ საუბარია იმაზე რომ სამხედრო სპეციალისტი შეიძლება გამხდარიყო კომისიის წევრი და აღეჭურვათ შესაბამისი უფლება მოსილები და მას დაესვა შეკითხვა იმ პიროვნებისათვის, რომელიც დაიკითხება სამხედრო და ქალბატონი თეა რა თქმა უნდა იქვე იქნებოდა და გამომაგრებდა პოლიტიკურ გასხმის გამოიტანდა მაგაზე კი არ არის. ეს სასამართლოში მიღებული პრაქტიკაა, ეხლა მოსამართლემ შეიძლება რაღაცა საერთოდ სხვა დავა ჰქონდეს გადაწყვეტილი, მაგრამ იმისათვის რომ საკითხში გაერკვეს მხარეების კითხვა-პასუხით რომ ვერ იგებს, იბარებს ექსპერტს და ექსპერტი ახდენს მერე დაკითხვას და გამოკითხვას და ეს არის მიღებული ფორმა მას შორის სამართალწარმოებაში და სრულიად გეთანხმებით ამ ნაწილში. თქვენთან გადმოვალ ირაკლი სასაუბროთ. თქვენ როგორი შტაბეჭდილება დაგჭათ რა არის? ჩვენ ვისაუბრეთ რა უნდა იყოს ალბათ ამ კომისიის მიზანი, რომ ეს არის არა მხოლოდ ასე ვთქვათ სამართლებრივი შედეგის დადგომა, არამედ პოლიტიკური შეფასება, ისტორიული შეფასება, მორალური შეფასება ამ პროცესების და ეს ტრანსპარენტურობა და საჯაროობა სწორედ ამ ნაწილში ალბათ საჭირო. თქვენ როგორი განცდა გჭებათ, რა უნდა იყოს ამ კომისიის შედეგი, რა შედეგის მიღება უნდა აქედან მართლ გუნდს და რა შანსები აქვს ამ ყველაფრის? ნუ ჩემი აზრით მთავარი მოსავალი წერტილი, მთავარი არსი ამ პროცესებისა ეს არის პოლიტიკური სისტემის გადაფორმატირება. და რას გულისხმობს ახლა გადაფორმატირება? ის წესრიგი ის პოლიტიკური სისტემის, ის პოლიტიკურ სისტემაში არსებულ პოლიტიკურ ძალთა კონფიგურაცია, რომელიც აქამდე იყო, ეს უნდა შეიცვალოს, ვინაიდან ხდება რეგიონში გლობალური მასშტაბით ახალი წესრიგის ფორმირება. შესაბამისად, ეს ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური სისტემა და პოლიტიკური ძალთა განლაგება უნდა ასახავდეს იმ გეოპოლიტიკურ რეალობას, რაც შეიქმნება აი ძალიან მალე, რამოდენიმე თვეში. ზუსტად ამ დავალებას ასრულებს, დავალებას რა, ამ სიტუაციასთან მორგებას სურს დღევანდელ ხელისუფლებას. ბატონმა თემურმა ბრძანა იმას დაკავშირებით ასე გათავხედნენ და მანამდე რაზე არ ეხებოდა, რაზე არ დაიწყო მანამდე უფრო ადრე ეს პროცესები. და კოჰაბიტაცია და მთელი მოდაშია ეს ტერმინი ჩვენთან. მე ვთვლი რომ მაშინ ის პოლიტიკური სისტემა რაც ფუნქციონირებდა, ხო, ის ძველი წესრიგის შესაბამისი იყო. დრო დადგა და ამ დროის შემდეგ იწყება ეს პროცესები, რასაც ჩვენ ახლა უყურებთ. რა თქმა უნდა, დღეს მეც მინდა შევაქო ქალბატონი თეა. იყო რაღაც პრობლემები, რა თქმა უნდა, მე ვეთანხმებ ბატონ თემურს, რომ სამხედრო სპეციალისტი უნდა ესწრებოდეს ასეთ ტიპის განსჯას.
ვინაიდან გოგავა ეხლა როგორ ჩანს მეტნაკლებად ეხლა ამ პირობებში არის სპეცი იმაზე უკეთესად მინიმუმ იცოდა ვინც კომისიაში შედიოდა სამხედრო საქმე გენერალია გასაგებია თუ არა ეხლა ჩვენთან გენერალებს უკეთ იცოდა სამხედრო საქმე და მაშინ საერთოდ რაღაც არა გასაგებია გოგავას ესეთი ძალიან ტონალობა ჩემთვის გაუგებარია გოგავას ანალიზები მე კარგად მახსოვს უკრაინის მოვლენებთან არა ეგ გასაგებია თუმცა მე რა ტონალობა გაუგებარია ჩემთვის როდესაც ადამიანი 3 დღეში გენშტაბის უფროსთან ამბობს ესეთ რაღაცას რომ ყველა კაუნდებლობით მასე იყო რომ მთლიან ყველა ქვედანაყოფი ყველა სტრუქტურის მე მოჩლებოდაო გენშტაბს შესაბამისად მას და ასეთ პირობებში რომელსაც უნდა მართოს სამხედრო პროცესები ხო ეს ომი 3 დღეში მარცხდება ამ ომში რაც არ უნდა იყოს ახლა მე თქე ჩვენ ვიცით რა პრობლემების წინაშეც იყო ზოგადად გეოპოლიტიკურად თუ ახსნით როგორი კავკასიის ქედი რა პრობლემებს უქმნის და ახლა შორს არ შევალთ ამ გეოპოლიტიკურ ანალიზებში თუმცა მიუხედავად ამ პროცესებისა ის 3 დღეში გენშტაბის ხელმძღვანელი ხო 3 დღეში მარცხდება ყოველ შემთხვევაში მან აიღო დღეს ყველაფერი თავის თავზე კიო მე ვიყავ ყველას მოწმენდა კი ბატონო ეს მეორე საკითხი იყო თუ არა ხო გითხავდა ხა ეს მეორე საკითხია თუმცა რადგან თვითონ აიღეს 3 დღეში სერიოზული გენერალი გენშტაბის ხელმძღვანელი არ უნდა აგებდეს ომს ეს ერთი სამარცხინო ფაქტი მასო ღირსება რო ქონოდა 12 აგვისტოს ტყვი ასეხრდა შუბში აი სამარცხინო მარცხის გამო ხდება და კიდე დღეს გონორით გამონდეს და აქეთ იმაშვებოდა მაგრამ მე მინდა დავამატო რომ ეს პროცესები რაც მიდის ეს არის ამათი აგონიის ნიშანი სრულდება ეს პროცესი ეს რეალობაა მოხდება ძალიან ახლო რამოდენიმე თვეში მოხდება ეს მე დარწმუნებული ვარ ამაში გეოპოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე პოლიტიკური სისტემის გადაფორმატირება და იმ სისტემაში უკვე იმ პოლიტიკურ სისტემაში ახალ რეალობაში ახალ პოლიტიკურ სისტემაში ამ ძველი ნაციონალ მოძრაობის და მათი ნარჩენების ადგილი აღარ იქნება ეს ძალიან კარგია სისტემა გამოიწვევს პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებას გამოიწვევს და მე დარწმუნებული ვარ ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდებიან ხელს შეუწყობენ პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირების განვითარებას რაღაცა ამის პროგნოზირების საფუძველს ნაცებს დავამთავრებთ ეს ლოზუნგი ქართულ ოცნებას აქვს 2012 წლამდე სანამ მოიგებდნენ არჩევნებს იმ პერიოდიდან მოყოლებული მაგრამ დღემდე ვხედავთ რომ ყველა არჩევნებზე სწორედ ეს ორი ძალა არის ერთმანეთის საპირწონე და ახლა იქ გადაფორმატირდნენ ნაცებს სხვა სახელი დაერქვეს არა აქ ამას ხო რა თქმა უნდა მნიშვნელობა დინარაძეს ჰქონდა სხვა შორის კომენტარი უშუალოდ კომისიის შემდეგ მან პრინციპში ის ისაუბრა რასაც ახლა თქვენ ამბობთ რომ ამ კომისიის მუშაობის შედეგი უნდა იყოს ის რომ არა მხოლოდ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა ნაციონალური მოძრაობა უნდა გასამართლდეს და მან ისიც თქვა რომ ნაციონალური მოძრაობა და კოლექტიური ნაცები ანუ სხვა პარტიებიც ვინც არიან ამ პარტიასთან აფილირებული განა არ მიიღებენო მონაწილეობას ვერ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებშიო შეგვიძლია ვთქვათ რომ სერიოზულად აქვს ეს გეგმა ქართულ ოცნებას როგორ ჩანს ახლა როდესაც იქნება მე ეს პროცესები რასაც დღეს თელი დღე უყურებ და გუშინ წინ კიდე ხო რასაც ბოლო დღეები ჩვენ უყურებთ ეს მაგონებს რაღაც ნიუნბერგის პროცესის უფრო ლოკალურ ვარიანტს მაგონებს მაშინაც დასავლეთის სხვათა შორის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთში არ სურდათ არ უნდათ პირდაპირ გავანადგუროთო ნაცისტების ლიდერებიო თუმცა მაშინ სტალინის მოთხოვნა იყო რომ გასამართლებული იყო სამართლებრივი საფუძველი შეექმნა და ამის მერე მომხდარიყო ის რაც მოხდა გერმანიაში ჯერ გასამართლენ შემდეგ ნაციონალ სოციალისტურ პარტიას საერთოდ აიგზალა და იგივე დაახლოებით იგივე პროცესი მიმდინარეობს დღესაც ანუ სტალინის ბაძავს ქართული ოცნებას შესაძლოა მე არ ვიცი ვის ბაძავს ეს სხვა შორის არ ვიცოდი ეგ თუ იყო სტალინის კონკრეტულად ინიციატივა ნიუნბერგი იმიტომ რომ მაგას უმნიშვნელოვანესი იყო და სხვანაირად არ შეიძლებოდა მაგისი დასრულება და გადაწყვეტა სოფლიო საზოგადოების თვალში უნდა მოეგოთ ზუსტად ეგ აზრი რომ მარტო ძალით კი არ ვაჯობეს სიმართლით ვაჯობეს უნდა დამტკიცებული კი ბატონო დასავლეთში რატო იყვნენ და მაგის დაუნდეგები საინტერესო ჩვენ ყველამ ვიცით და ყველამის ქართულ საზოგადოებაში მინიმუმ იმ ქართული საზოგადოების იმ ნაწილმა ვინც მოესწრო იმ პოლიტიკურ სისტემის პირობებში ცხოვრებას ხო ყველამ ვიცით ეს დამნაშავე რეჟიმი იყო პოლიტიკური ჯგუფი რომელსაც ჩაიგდო ძალაუფლება შექმნა დიქტატურა მე იმ სისტემას ვწოდებდი ავტორიტარიზმი ტოტალიტარიზმის ელემენტებით იმ პოლიტიკურ სისტემას შესაბამისად რაც ხდებოდა არა მარტო 2008 წლის ომის პირობებში არამედ სხვა ციხეებში მის გარეთ როგორ კლავდნენ ხოცავდნენ ბიზნესების დატერორება და ასე შემდეგ რაც ხდებოდა ხო
და შესაბამისად ეს პროცესი წმინდა სამართლებრივ საფუძველი შექმნა არის მეც სხვა არაფერი. წინასწარ იცოდნენ ხა გოგავამ რაც უნდა იყიროს და რაც უნდა გონორით გამოვიდეს წინასწარ გათვლილია ეს პროცესი და ეს დასრულდება ისე როგორც დღეს მდინარაძემს განუცხადებია ხო მდინარაძემ განაცხადა. დასრულდება გადაფორმატირებით ის პოლიტიკური ძალები რომლებიც იმ სასტიკი რეჟიმის შემქმნელები არიან ისინი ჩამოსილდებიან პოლიტიკურ პროცესს და შეიძლება მე დარწმუნებული ვარ თუ შევადარეთ იმას ნიუნბერგის პროცესებს ნიუნბერგის ტრიბუნალს თუ შევადარეთ შესაბამისად ის რამოდენიმე 5 თუ 10 ადამიანი ვინც იყო ამ სისტემის რეალური ასე ვთქვათ მართველები არა მარტო სააკაშვილის ციხეში არის ადამიანთა ჯგუფი რომლებიც მართავდნენ ამ პროცესებში აქტიურად ღებულობდნენ მონაწილეობას სავარაუდოდ მათ მიმართაც აღიზრება სისხლის სამართლის საქმეები ზოგის მიმართ აღზრულია და ბევრს მოუწევს მე დარწმუნებული ზოგიერთი გაიქცევა კიდევაც თუმცა ვინც დარჩება და თუ მოიხელთეს კი ბატონო მოუწევს ციხეში ჩაჯდომა შესაბამისად ეხლა ბევრი ცივილკივილი ნაციონალურ მოძრაობის მხრიდან ან მათი ასე ვთქვათ სატელიტური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან მე ვწუნოთ გეოპოლიტიკა შეიცვალა მათი ადგილი ქართულ პოლიტიკურ სისტემაში აღარ არის შეეცადონ გაიმართლონ ან თავიანთავი ან დატოვონ საქართველოს და საერთოდ წავიდნენ საქართველოსგან სხვა გამოსავალი მათ არ ექნება თუ კი ბატონო ამ თემაზე შემდეგი შეკითხვა თქვენთან მექნება მანამდე მინდა რომ ვკითხო ბატონ თემურს შემდეგი რამ კიდევ ერთ სიახლე რაც ამ კომისიას უკავშირდება და ჩემი აზრით მნიშვნელოვანია ჩვენ ახლა 1 საათში მთელი დღე გადიოდა პირდაპირ ეთერში ეს კომისია და 1 საათში ყველა დეტალზე ყურადღების გამახვილება ალბათ რთულია მაგრამ აი მნიშვნელოვან საკითხებს რო შევეხოთ ერთი კიდე ძალიან მნიშვნელოვანი რაც კომისიის შემდგომ გახდა უკვე ცნობილი არის ის რომ კომისიის უფლებამოსილება გაფართოვდა ახალი განკარგულებით რომელიც გამოიცა და იგულისხმება რა აქამდე კომისიის მიზანი იყო და ფუნქცია იყო 2003-2012 წლებში მომხდარი სახელმწიფო დანაშაულების აი ამისი გამოკვლევა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შესწავლა ახალი გადაწყვეტილებით ქართული ოცნება ამბობს რომ 2003-დან დღემდე პერიოდში ანუ 2012-ის შემდგომ პერიოდზეც გაავრცელეს ამ კომისიის თეაზოლოგიანის კომისიის მუშაობის ფუნქცია. ეგ რას უნდა მოასწავებდეს? ხომ არ ნიშნავს ეგ იმას, რომ ამ შემთხვევაში საუბარია არა მარტო ნაციონალური მოძრაობის და კონკრეტულად მაშინდელი ხელისუფლების თანამდებობის პირების, უკვე შემდგომში მათ შორის ქართული ოცნების რიგებისში არსებული სხვადასხვა პოლიტიკური ძალების, რომლებიც 2012 წლიდან იყვნენ, მერე ზოგი აღარ იყო, ზოგი ხან იყო, ხან არ იყო, აი ესეთი პერსონებსაც შეიძლება შეექმნეთ გარკვეული პრობლემები. სხვა რას უნდა მოასწავებდეს ის, რომ ქართული ოცნება ამბობს, რომ არა მხოლოდ 2012-მდე, დღემდე პერიოდსაც გამოვიძიებთ და შევისწავლეთ. საუბარია ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე, როგორც ანტისახელმწიფოებრივ ძალაზე, რომელმაც შესაბამისი ქმედებები ჩაიდინა 2003-2012 წლებში. აქამდე ასე იყო. მაგრამ ასეთივე ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები მრავლად ჩაიდინა ერთიანმა ნაციონალურ მოძრაობამ 2012 წლიდან დღემდეც. ეს არის რამდენჯერმე ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობა და ძალადობრივი გადატრიალების ანტიკონსტიტუციური გადატრიალების მცდელობა, რომელიც სახეზე ჰქონდა ჩვენ ბოლო 2-3 წლის მანძილზე განსაკუთრებით. მიხეილ სააკაშვილის აი ამ საზღვრის დარღვევით შემოსვლაც მაგას ემსახურებოდა, რომ ადგილობრივი არჩევნების წინ მომხდარიყო დესტაბილიზაცია და ძალადობრივი გზით მოსულიყვნენ ისევ ხელისუფლებაში. და ამსახურება იმასაც, რომ ალბათ რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობა შემდეგ დაიშალა რამოდენიმე პარტიად. და იმ პარტიებსაც ის პარტიებიც მონაწილეობდნენ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში 2012 წლიდან დღემდე. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ის პარტიები ერთიან ნაციონალურ მოძრაობის ნაწილები არიან, მაგრამ იურიდიულად რაღაცნაირად ეს სხვა პარტია, ერთი, მეორე, მესამე არა, რომ გააძლიერონ თავისი პოზიცია ერთიან ნაციონალური ერთობლივი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ საგამოძიებო კომისიამ და პარლამენტმა ჩათვალა ასე საჭირო და ეს ნამდვილად ლოგიკური გადაწყვეტილებაა, რასაც ჩვენ ვესალმებით. ერთს დავაზუსტებ რა ამ საკითხზე. ყველა ლოგიკით გახარია უნდა იყოს შეშფოთებული მაგ გადაწყვეტილებით, იმიტომ რომ
სამიზნე ამ შემთხვევაში ხელისუფლებისთვის ამას არც მალავენ. პირდაპირ ამბობს მამკომ დინარაძე, რომ ძირითადად ყავს 4 პარტია, რომლებიც საერთო მესიჯ ბოქსში ზიანო. ამ 4 პარტიიდან ერთი არიან ნაცები, თვითონ ისევ ნაცები რო არიან, ნაციონალური მოძრაობა. მეორე ეს არის ახალი ქვია ხო იმის გვარამიას პარტია, ლელო და ხაზარაძე, რომლებიც ასევე შეიძლება დაუკავშიროთ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდს, იმიტომ რომ TBC ბანკის მათი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი ბანკის საქმიანობა ბევრ ეჭვებს ბადებს და მეოთხე ეს არის გახარია, რომელსაც ეხა ვერ დააბრალებ იმას, რომ ნაცების დროს რაიმე ან თანამდებობაზე იყო, ან რაიმე იმ პროცესში აქვს მონაწილეობა მიღებული. მე დავკავშირებ, ამიტომ ხელისუფლებას თუ მიზნად აქვს, რომ აი ეს 4 პარტია ჩათვალოს კოლექტიურ ნაცებად, მას ზუსტად აი ამ ტიპის გადაწყვეტილება დაჭირდებოდა, ანუ გახარიაც რომ მოაყოლოს აი ამ პრიკუბში თუ შეგვიძლია ვთქვათ, ამისათვის დაჭირდებოდა მას სწორედ ამ გადაწყვეტილების მიღება, რომ არამხოლოდ 2012 წლამდე, 12 შემდეგაც მოვახდინოთ გამოძიება. თქვენ არ გაგიჩნდათ ასეთი ეჭვით, ან გახარიას საკმაოდ ისეთი განსხვავებული პოზიციები აქვს ნაცებთან დაკავშირებით ბევრ საკითხში. ძნელია, რა თქმა უნდა, ამოცანის შესრულება. ეს იმას ნიშნავს, რომ გახარია და მისი პარტია უნდა ასე იგი გაასამართლო, უნდა მონახო სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რომ და დაუმტკიცო, რომ ის ღებულობდა ანტისახელმწიფოებრივ ქონებებში მონაწილეობას და ის მართლა ღებულობდა მონაწილეობას გადატრიალების რამოდენიმე მცდელობაში. ძალადობრივი გადატრიალების რამოდენიმე მცდელობაში. ნახოთ თუ როგორ არის მომზადებული საგამოძიო კომისია და ქართული ოცნება, ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამ ამოცანისთვის. ეს სერიოზული ამოცანა ახლა ზოგიერთი იტყვის, რომ ისედაც ნათელია ერთიან ნაციონალურ მოძრაობა, რომ დამნაშავეა, ის გვარამია, რომ დამნაშავეა ახლები. ეს დამნაშავეა, გახარია დამნაშავეა, კი ბატონო, მაგრამ სამართლებრივი თვალსაზრისით ამისი დამტკიცება საკმაოდ ძნელი პროცესია. რომელსაც სერიოზული მომზადება ჭირდება. გეთანხმებით. და ნამდვილად ეხა ეგრე რო იყოს მართლა რომ ეხო ისედაც ყველასთვის ცხადია, არ არის პროცესი ეგრე, ამას ჯერ ერთი ჭირდება მაინც რომ სახელმწიფომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვას აუცილებლად, ეს თვითონ გოგავა იძახდა სხვათა შორის, რომ აი 92 წლის მოვლენების გამოძიება რომ მომხდარიყო 2008 არ დადგებოდაო. კაი კაცო, მართლა მასე არის, ამიტომ არის საჭირო და აუცილებელი, რომ დროზე უნდა მოხდეს ამ პროცესების შეფასება. რატო არ მიდიან მართლა იმაზე? აი გოგავას მე მომხევარ, რომ 92-13 წლების პროცესებიც იქნოს გამოხდები. მე მომხევარ კი არა, აი პირადად ჩემ აზრს გეტყვით ბადონო, რომ არათუ მომხევარ, მე მგონია რომ ამის გარეშე შეუძლებელი. ეროვნული მოძრაობა მაშინ იქნება გასამართლებული. ის ეროვნული მოძრაობა, რომლის სამართლებრივი და იდეოლოგიური მემკვიდრეებიც არის დღევანდელი ქართული ოცნება. ჭეშმარიტება დადგინდება, მოდი ამ ფორმით თქვა. ზურაბიშვილი სალომე მარტო არ არის მათი იდეური მემკვიდრეები. არის ქართული ოცნება, რომელიც ამბობს, რომ მენშევიკური მთავრობა ის სამწლიანი რესპუბლიკა ქართული რესპუბლიკა, პირველი ქართული რესპუბლიკის სამართალ მემკვიდრეები არიან. როგორ გონიათ ახლა ბატონო ამნესის ქართულ ოცნებაში ეროვნული მოძრაობა იყო აი 80-იანი წლების მეორე ნახევრის ეროვნული მოძრაობა ზუსტად ის აღადგინა ეს იმას დაუბრუნდა იმ საფუძვლებს პირველი რესპუბლიკის საფუძვლებს მეორე რესპუბლიკა თითქოს საერთოდ არ არსებობს ეს საბჭოთა პერიოდის ეს მეორე რესპუბლიკა დღეს ჩვენ ვთქვათ ასე ვთქვათ პირობითად მესამე რესპუბლიკის ფარგლებში და ამაზე ქართული ოცნება არ წავა ეს ძალიან ისეთი კი ბატონო მე გეთანხმები პოლიტიკური გადაწყვეტილი იქნება მისთვის მაშინ ვერ ააფრიალებენ იმ სამფეროვან დროშას მაშინდელს აი ეს შავი თეთრი და ეს უნდა გამოვლინდეს კომისიის სხვათა შორის ქართული დღევანდელი დროშაც საეჭვოა რომ ეს იყოს ის დროშა რომლის ღირსი არის საქართველო და ქართული ხალხი დღევანდელი საქართველოს დროშა ეს არის მიხეილ სააკაშვილის პარტიული დროშა თუ ჩვენ მივალთ იქამდე და მივალთ აუცილებლად ამაში წარმატებას უსურვებ ქალბატონ თეან წულუგიანს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გასამართლებაში. მაშინ ლოგიკურად ეს დროშაც არ უნდა იყოს საქართველოს რესპუბლიკის ოფიციალური. ყოველ შემთხვევაში ეს ნამდვილად შეიძლება და იყო კიდეც ნაფტოს საზოგადოებაში მნიშვნელოვანი განხილვის საგანი, რაც შეეხება აი ეროვნული მოძრაობის პერიოდს, კი ბატონო, ნამდვილად ფიქრობ, რომ უნდა მოხდეს ჭეშმარიტების დადგენა. ის რა არის კიდე ბატონ თემურ ერთი საკითხი, რომ ეხლა ჩემთვის
ის პერიოდი არის მე იმ პერიოდში დავიბადე, ბავშვობაა ხო, ჩემთვის ახლა ჩემთვის საერთოდ სულ ერთი იყო, რომ უყურებდი დანგრეულ ქვეყანას ვის გამოხდებოდა ეგ. ზვიადისტების ბრალი იყო, ხედრიონის ბრალი. ჩემთვის როგორც ბავშვისთვის ახლა 3-4 წლის ასაკში საერთოდ არც მესმოდა ეგ ყველაფერი და ხედავდი მარტო იმას, რომ ქვეყანა ვიცოდი უბრალოდ ეგეც იმ წესიერ ქვეყანა ნანახი არ მქონდა რომ შემედარებინა, იმიტომ რომ 99 წელს დავიბადე და ხედავდი უბრალოდ ვიცოდი რომ იყო დანგრეული ეს ქვეყანა საერთოდ არ მაინტერესებდა ვისი ბრალი იყო და ჩემთვის იმ მომენტში და ეხლა რა თქმა უნდა როდესაც მესმის ამ მით უმეტეს როცა მომიწია შემდეგ ურთიერთობა იმ ადამიანებთან რომლებიც უშუალო მონაწილეები იყვნენ ამ პროცესის როგორც ერთ მხარეს ისე მეორე მხარეს ორივე მხრიდან სხვადასხვა ინფორმაციებს ვიგებ მესმის ხო თქვენ სხვა შეხედულება გაქვთ იქ ვიღაცას სხვა შეხედულება აქვს და არც დაუშვათ საწინააღმდეგო შეხედულების ადამიანებზე ვარ ცუდი წარმოდგენის პირიქით ბევრ მათგან ძალიან დიდ პატივს ხო და ამიტომ ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის მით უმეტეს ახალგაზრდა ადამიანისთვის რომელსაც არ მახსოვს ის პროცესები ძალიან საინტერესო იქნება ჭეშმარიტების დადგენა 91 92 93 აი ამ პერიოდის მოვლენებზე და უნდა გაქარწყლდეს ბევრი ლეგენდა რაც იმ ამბებს უკავშირდება და რაღაც შეთხსული მითები თუნდაც პოზიტიური კონტექსტში თუნდაც ნეგატიურ კონტექსტში ჭეშმარიტების დადგენა ამას ქვია და ნამდვილად ჩვენც უსურვებდით ამ ყველაფერს ქართულ ოცნებას რო თუ ამას მოაბავენ თავს, ნამდვილად ეს იქნება დიდი ეროვნული საქმე. მინდა კითხოთ ირაკლი, დაუბრუნდეთ ისევ აი იმ პროცესს, რაზეც თქვენ ამბობდით, რომ მათ შორის მდინარაძის განცხადება ამას ადასტურებს, რომ ხელისუფლებას მიზნად აქვს დასახული მოასუფთავოს, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ველი გაწმინდოს აი ამ დასავლური ნარჩენებისგან და შეიქმნას ახალი პოლიტიკური ელიტა, ხო, ერთგვარად, იმიტომ რომ ხა თავისუფალი ადგილი ვერ დარჩება, ოპოზიციური ნიშა ყოველთვის არსებობს, თან მით უმეტეს ასეთი ხელისუფლების პირობებში, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს საკრიტიკო და ძალიან დიდია მათ წინააღმდეგ ობიექტურად უკმაყოფილება, განსაკუთრებით სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს რაც უკავშირდება, ბუნებრივია რომ ოპოზიციის ადგილი ვერ დარჩება цаრიელი. თქვენ თუ ხედავთ აი დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში, გარდა იმ პოლიტიკური ძალის, ახლა თქვენს პოლიტიკურ ძალაზე არ გითხავთ, იმიტომ რომ ბუნებრივია რომ არ მიგაჩნდეთ ეს ჯანსაღ პოლიტიკურ ძალა და არც იქნებით მისი წევრი. თუ ხედავთ აი ისეთ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებსაც ექნებათ პერსპექტივა აი ამ ახალ პოლიტიკურ რეალობაში, ან თუ კონკრეტულად ვერავის დავასახელებ და რთულია ახლა თქვა ვინ გამოავლენს უნარს, ვის ექნება ინიციატივა, როგორი იქნება ის პოლიტიკური ჯგუფები თქვენი აზრით, ვისაც ექნება მომავალში საქართველოში პერსპექტივა, როგორი უნდა იყოს ესეთი პოლიტიკური პარტია, რა ღირებულებების, რა პრიორიტეტების უნდა იყოს პოლიტიკური ძალა, რომელსაც აი ამ ახალ რეალობაში ჩვენთან ექნება პოლიტიკური მომავალი. კი ბატონო, მოგახსენეთ. ირაკლი არის პროფესიონალი პოლიტოლოგი. რა თქმა უნდა, ანუ პროფესიული კითხვები ამ სფეროში და მას ეკუთვნის. შევეცადოთ ახსნათ, ნუ უნდა გადავხედოთ ჯერ სოციოლოგიურად უნდა მიუდგეთ საკითხს. ეხლა ნუ ხდება ზემოდანაც ხდება გარკვეული პოლიტიკური სისტემის გადაფორმატირება ზოგადად ზემოდან ხდება, თუმცა ქვემოდან მოთხოვნების საფუძველზე უნდა მოხდეს. და უნდა გავითვალისწინოთ რა პრობლემებია და რა ტიპის პარტიებზეა დღევანდელ რეალურად საზოგადოებაში მოთხოვნა. ეხლა არის სოციალური პრობლემებია, სოციალური თემატიკა თან აქტიურად დგას ქართული საზოგადოების წინაშე, ხო? შესაბამისად, აქ მომავალი ექნებათ მემარცხენე პარტიებს ძალიან სერიოზული მომავალი აქვთ. ვინაიდან ამ სოციალურ თემატიკი და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემიდან გამომდინარე მათზე მოთხოვნა იქნება. თუმცა მე საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში ვერ ხედავ ისეთ პოლიტიკურ ჯგუფებს ჯერჯერობით ყოში. კი, პატარ-პატარა დაჯგუფებები არის რაღაცეები. თუმცა ისეთს, რომელსაც დამოუკიდებლად შესწევდეს უნარი, ასე ტვირთი აიღოს თავის თავზე. ნუ აი სოლიდური, სტრუქტურულად ორგანიზებული რაღაცა იმდაგვარი პოლიტიკური ორგანიზაცია შეიქმნას, რომელიც სერიოზულად დაიკავოს პოლიტიკურ სისტემაში. მე არ ვამბობ ხა 1%-იან და 1.5%-იან პარტიებზე. არა, ხო, აი სტრუქტურიზებული მთელ ქვეყანაში იყო ის სტრუქტურები და რომელსაც შეუძლია გარკვეული მასების მობილიზაცია, დარაზმვა და ასე შემდეგ. ნუ ასეთი ჯგუფები, ნუ ცალკე აღებული ჯგუფები არ არსებობს, თუმცა ჯგუფები მრავლად არის, რომელთა გამსხვილების პირობებში შესაძლებელია ასე ტიპის მყარი პოლიტიკური ორგანიზაციის ფორმირება. ამის მოთხოვნაც არის საზოგადოებაში. თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა, გვინდა არ გვინდა ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი, ნუ არის მინიმუმ 40% ხო არის რა. ჩემი აზრით ბევრად მეტი არის კაცო და მინიმუმ არჩევნების შედეგებს დავეღნოთ არჩევნების შედეგები. და მხარდამჭერი ერთი და იგივეა. ამ არჩევნებზე შეიძლება ვიღაცა იყო ქართული ოცნების ამომრჩეველი კონტექსტიდან გამომდინარე, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ეს მისი მხარდამჭერია. ნუ რაც გვაქვს ახლა მხარდაჭერა გამოვიდა. ციფრები
ციფრებით ვიხემძღვანელოთ. ციფრებით ვიხემძღვანელოთ, კი ბატონო. ამ პირობებში ასეთ ტიპის დიფერენციაცია, სოციალური სტრუქტურის დიფერენციაციის პირობებში, ხო? შესაძლებელია 1-15%-იანი ძალიან მძლავრი პოლიტიკური ორგანიზაციის ფორმირება. თუმცა საქართველოში ქართული საზოგადოება ეს არის პატრიარქალური საზოგადოება, გესმით, რომელიც ლიდერზე არის ორიენტირებული. აი მთელი ბოლო უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ჩვენი საზოგადოება არა პარტიულ პროგრამას ეყნობოდა, არამედ სხვა მიდგომას, არამედ ირჩევდა პოლიტიკურ პარტიას, ხმას აძლევდა ლიდერიდან გამომდინარე. შესაბამისად, ასეთი ტიპის ლიდერი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, რომელიც ოპოზიციას ჩაუდგება სათავეში, იმ ახალ ოპოზიციაზე მაქვს საუბარი. ასეთი პოლიტიკური ლიდერი მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ ასეთს. შესაძლოა ამან გაართულოს სერიოზულად სიტუაცია იმ ახალი იმ ნიშის დაკავების, რასაც ნაციონალურ მოძრაობას უჭირავს. თუმცა ნაციონალურ მოძრაობას უჭირავს რა იდეოლოგიურ ნიშაზე არ ვიძახი, გამოთავისუფლებას. კი ბატონო. თუმცა ამომრჩეველი თუ მინიმუმ 40% ამომრჩეველი არის ოპოზიციურად განწყობილი, შესაბამისად თუ ეს მოსუფთავდა ეს ველი, ხო დარჩება რაღაც ორგანიზაციები, მათ ექნება ძალიან სერიოზული შანსი. გირჩი გაფრინდება გას. არა, გირს არ ამგონი, გირს რომელზე კაი გირჩევს. კაი გირჩევს. არ ვიცი ხა იაგოს უფრო მსხვილი გირჩი რომელიც არის. იმაზე არ არის საუბარი. აქ საუბარი იმაზე, ნუ თუ იმ იდეოლოგიურ პრიზმით ვიხემძღვანებთ, რასაც იმ პარადიგმიდან ამოვა, რასაც იაგო ხვიჩია და მათი პარტია აუცილებს, ასეთი ამორჩეველი საქართველოში არ მგონია ბევრი იყოს, სიმართლე რომ გითხრათ ხა, ულტრალიბერალური ამორჩეველი არ მგონია ვინმე იყოს. ნუ რაღაცა სეგმენტი არის კი ბატონო. ნაცები თუ არ გაუშვეს არჩევნებში. ნაცების ხმები უკვე რა ხდება? მინდა დავასრულო, მინდა სადმედის და ნუ ამორჩეველი ზოგი სახში დარჩება, თუმცა ის ამორჩეველი რომელიც მივა და ოპოზიციურად იქნება განწყობილი, ნუ ზოგი იძულებული იქნება ხმამისეს კონკრეტულ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას. ისინი რა თქმა უნდა ამით დააგროვებენ რაღაც პროცენტებს, თუმცა ამის მერე როცა პოლიტიკურ სისტემაში რამოდენიმე ჯგუფი შევა 10 ბევრია, მაგრამ 5 მინიმუმ, ხო, რო ვთქვა, რომ შევა სისტემაში, ამის შემდგომ შესაძლებელია გარკვეული გამსხვილებები მოხდეს. მსოფლმხედველობრივი თვალსაზრისიდან, იდეოლოგიური მიზანშეცდომობიდან გამომდინარე და ფორმირდეს გარკვეული მსხვილი პოლიტიკური ორგანიზაცია პოლიტიკური სისტემის შიგნით. ქართული ოცნების შიგნიდან თუ არის ესეთი პროცესი მოსალოდნელი და ამას თუ გამორიცხავთ, იმიტომ რომ მოდი გულწრფელები ვიყოთ ყოველთვის, როდესაც ხდება აი ესე ერთი პოლუსის ჩამოშლა, ეს ჯერ ერთი იწვევს ყოველთვის მეორე პოლუსის ჩამოშლასაც. დამეთანხმებით დიალექტიკურათაც ასე არის რამდენადაც ხდები, მე არა მაგ ჯეზაბავის ცოდნა, მაგრამ ყოველთვის ყველაფერში ასე არის, ერთი პოლუსი რო ჩამოშლება, მეორეც იშლება. და მეორე მთავარი რაც გამოცდილებაც ამას გვაჩვენებს, რომ სისტემა ყოველთვის ცდილობს საკუთარი რიგებიდან შექმნას, ხო, ასეთი განაყოფები და თუ აღამისი შესაძლებლობა თვითონ პოლიტიკურ ოცნებას რო ავიღოთ პოლიტიკურ, რასაც თქვენ მე მივხვდი, რასაც რა პასუხი რა კითხვას დასვით. აი ავიღოთ მისთან გამოყოფილია ევროპელი სოციალისტები და დაუშვათ ხალხის ძალა, ხო? ნუ ჩანს ჯერჯერობით ეს. თუმცა ეხლა წარმოგიდგენიათ, მათი მსოფლმხედველობა საერთოდ ოცნებასთან არის აფილირებული, მათი იდეოლოგია. პარტია მთლიანად აფილირებულია ამ ორგანიზაციასთან. თქვენ წარმოგიდგენიათ, არჩევნებიდან რამოდენიმე დღის მერე გამოეყო და რაღაც ოპოზიცია იქნება, ხა ხალხს ვერ მოატყუებ რა ასეთ რაღაცეებით. ერთადერთი ფიგურა, ჩემი მოსაზრებით, ერთადერთი ფიგურა, რომელსაც შეუძლია აიღოს, ნუ დღევანდელ პოლიტიკურ რომელზეც იდა. ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი. კი. ამას შეწევს უნარი, მართლა მის გარშემო დარაზმოს და შექმნას ის ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, რომელიც ოპონირებას გაუწევს დღევანდელ მართლ პარტიას. იზიდულობის ბირთვი გახდეს. კი, რა თქმა უნდა. ეს ერთადერთი პიროვნება. მაგრამ ბოდიშ ირაკლი ის ამომრჩეველი, რომელიც დაკარგავს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და ამ ზეგთავისი როგორც თავის პარტიას არ მისცემს ხმას. პირველ ეტაპში არ მისცემს. პირველ ეტაპში შეიძლება არ მისცემს, თუმცა ხდება რა პოლიტიკურ პროცესს, პოლიტიკური ვითარების ცვლილება. შესაბამისად აი პოლიტიკურ პროცესს ახალი რეალობის დადგომა, ხალხის გადააზრდა თავის არჩევანს გადაიაზრება და შესაბამისად მას აქვს ღარიბაშვილის ხარიზმა, რომელსაც შეუძლია მიიზიდოს მასები სათავისოდ. მე ხა ხალხის ძალის წევრსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ და ევროპელ სოციალისტების ლიდერი ჩვენი მეგობარია და ძალიან დიდ პატივს ვცემ ბატონ ილიას.
ოპოზიციას. თუმცა ჯერჯერობით მე პროფესიონალური კუთხით გეუბნები. ღარიბაშვილს გამოსილება ამ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, არც სუბარს შესწევსეს და არც ბატონ ელიას, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა, აი წმინდა პროფესიონალური კუთხით გეუბნები, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში მომავალში მე არ ვიცი რა მოხდება და როგორ გამითარდება როგორც პოლიტიკური წარმატების კი მეც უსურვებ წარმატებას გამიხარდება არ მეწყენია სიმართლე რომ გითხრათ. ამ პირობებში ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ღარიბაშვილი ასეთი ფიგურა რომელსაც შეუძლია ეს ასწეოს და ის საკითხის ბატონ თემურ თქვენ რა თქვით რომ აი ნაცების ელექტორატი არ გახდება ღარიბაშვილის ელექტორატი ვერც ესე ვერ ვიტყოდი ამ ყველაფერს ასე ვთქვათ დადასტურე რა თქმა უნდა არიან ხა იქ რაღაც სექტის ნაწილი რომელიც არასდროს არავის სურო არ ვიცი რაღაცა მიშას უსურვებ კაც ჯანმრთელობას მაგაც მაგრამ აი ხვალ რო გადაბრუნდეს და მოგდეს მაინც სააკაშვილის მომხრედ დარჩება არიან ეგეთები მაგრამ აი ხა გახარიაზე რო ეთქვა ვინმეს რომ გახარია შეძლებს და ნაცების ელექტორატის რაღაც ნაწილს თავისკენ წარმოიყვანს პირობით მაშინ როდესაც ის იყო პრემიერ-მინისტრი ხო შეუძლია ვერც კი წარმოვიდგენთ ესეთ რამეს მაგრამ გახარიამ ეს ღარიბაშვილი შეუძლია გამოიყვანოს ეს ხალხი არჩევნებზე რომელიც არ მოდის არჩევნებზე და არავის არ აძლევს ამ თავისი ელექტორატის ყავს მას ეს უკმაყოფილო ხალხი სოციალურ-პოლიტიკური ესე იგი პოლიტიკით რომელიც ტარდება საქართველოში ბოლო წლების მანძილზე მაგრამ ერთდროულად ის ხალხი რომელიც არასოდეს არ მისცემს ხმას ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და პროდასავლურ პლატფორმას. აი ამ ხალხის გამოყვანა შეიძლება არჩევნებზე და არჩევნებზე დაახლოებით რამდენი პროცენტი არ მოდის ხოლმე 40% ყოველ შემთხვევაში არ მოდის ხოლმე სტაბილურად როგორც საპარლამენტო ისე საპრეზიდენტო არასდროს მოსულა შემიძლია ხო ასე რომ ეს 40% რომელიც არ მოდის ეს უკმაყოფილო ელექტორატია მე ბატონ ღარიბაშვილს შეუძლია ძალიან ბევრი ხმა წამოიღოს ქართული ოცნების ხმა გახრიჩოს საერთოდ ასე რომ მას ქართულ ოცნებაში საკმაოდ წინამდებობები შეხვდება მის ცალკე გამოჩენას ლიდერად თუმცა მე ვისურვებდი რომ ასეთი ლიდერი გამოჩენილიყო როგორც ძლიერი პოლიტიკური მოძრაობის ოპოზიციური კონსტრუქციული ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის ძლიერი ლიდერი რომელიც გააჯანსაღებდა პოლიტიკურ ლანდშაფტს საქართველოს და საერთო შანსს არ დაუტოვებდა აი ანტისახელმწიფოებრივ ოპოზიციას საქართველოში როგორც და პოლიტიკურ პერსპექტივას დაუკარგავდა ყველა ანტისახელმწიფოებრივ ძალას როგორც ოპოზიცია. კი ბატონო ეს მაყურებელმა ეს არ გაიგოს თითქოს ამერხულებს რამე ინფორმაცია ანითქვა. არა ჩვენ ანალიზი ვაკეთებთ კი გვაქვს პიროვნების მე არ დამიმალავს ამ ადამიანს ჩემს სიმპათიები. ხო, ასე იყო. კი ბატონო. ნამდვილად ასე იყო, მეც ხო უბრალოდ აი ეს განმარტებისთვის ვთქვათ, რომ მჯელობთ ჩვენად რა შეიძლება იყოს შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში გამოსავალიდი. მე არ ვიზიარებ ხელისუფლების პოზიციას იმ ნაწილში, რომ ქვეყანაში არ არის პოლიტიკური კრიზისი. კი, როდესაც თუნდაც ის რასაც თავად ხელისუფლება ამბობს, რომ არსებობს რაღაც ეროვნული ხელისუფლება და არსებობს ქვეყნის მტერი მოღალატე ოპოზიცია, რომელიც წარმოადგენს არჩევნების შედეგებით 40%-ზე მეტს და თუ მართლა ეგეთი პოლიტიკური ველი გვაქვს და რეალურად მართლაც ასე არის. ნუ ხელისუფლების კების ნაწილის გარდა, მართლა ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ავში ძირითადი ნაწილზე არსებობს კომპრომატი, ბრალდება რომ ის არის ჯაშუში მოღალატე, ქვეყნის გამყიდველი, კორუმპირებული. ეს არის ქვეყნისთვის პოლიტიკური კრიზისი, აბა რა არის და გვჭირდება ბუნებრივია ისეთი პოლიტიკური ფიგურები, რომლებსაც ავტორიტეტი აქვთ, ხალხის ნდობა აქვთ, რაღაც თავისი ელექტორატი ყავთ და აქედან გამომდინარე ამას ეფუძნება ამ შემთხვევაში ჩვენი მსჯელობა და არანაირად რაიმე სახის ინფორმაციას. ბატონ თემურ, ესეთი კითხვა მექნება თავად თვითონ ეხა ოპოზიციის სტრატეგიასაც რო შევეხოთ, კითხვა დღეს მდინარაძემ რომ ნაციონალური მოძრაობაო არა თუ არ მიიღებს, ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობასო და ამ ფორმულირებით ჩამოაყალიბა მან თავისი აზრი, მაგრამ ესეთი განცხადებები მე პირადად წარსულშიც მომისმენია. შედეგი არის ხოლმე ის, რომ ბოლოს არჩევნებზე მაინც აი ნაცხოცების დაპირისპირებას უყურებთ. რო შევხედოთ ობიექტურად ოპოზიციას რატო არ უნდა აწყობდეს ამ არჩევნებში ან მონაწილეობა, რატო უნდა იყოს ეს ვინმესთვის სახვეწარი, მათ საპარლამენტო არჩევნებზე აჩვენეს შედეგი, რომ ყველა დიდ ქალაქში ხელისუფლებამ წააგო, ჯამურად ოპოზიციასთან წააგო. მათ შორის თბილისში საკმაოდ დიდი სხვაობით 55-45 თუ სწორად მახსოვს, წააგო. ასეთ მოცემულობაში მით უმეტეს თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციას თუ კი მას ერთიანი კანდიდატები ეყოლება ქალაქის მერებად, აქვს შანსი, რომ რამდენიმე მსხვილი ქალაქი 2, 3, 4 მსხვილი ქალაქი, მათ შორის დედაქალაქი მოიგოს. წესით ოპოზიციისთვის ეს არჩევნები
უნდა იყოს ძალიან დიდი ტრამპლინი. რატო როგორ ფიქრობთ რა ტვინით ფიქრობენ ისინი, რატო არ ფიქრობენ ასეთი შანსების გამოყენებას? აი თურქეთის მაგალითი ხო გვაჩვენებს, რომ სტამბოლის მერი რამხელა პრობლემა შეუძლია შექმნას თვითმმართველობის არჩევნებმა ხელისუფლებისთვის, თუ კი ოპოზიცია სწორად დაგეგმავს ამ პროცესს. თქვენი აზრით რა არის ამისი მთავარი პრობლემა დღევანდელი ოპოზიციისთვის? ეს პრობლემა შეიძლება ესეთ პრობლემა არ გახდეს ოპოზიციისთვის და ამაში დაეხმაროს ქართული ოცნება ოპოზიციას. გაერთიანების პრობლემა მათ ჰქონდათ, რომ გაერთიანებულიყვნენ ჯამში, უფრო მეტ ხმასაც აიღებდნენ, ეფექტი იქნებოდა სხვა. კიდე კარგი რომ არ ვერ გაერთიანდნენ, მაგრამ თუნდაც ერთი ოპოზიციური პარტია რო დატოვოს იმ 4-დან დარჩენი 3 გაცხრილოს და ერთმა მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში, ამ პრობლემას იმ ოპოზიციურ ელექტორატს გაუადვილებს. მოახდენს იმ ერთი ოპოზიციური დესტრუქციული ძალის გარშემო ოპოზიციური ელექტორატის მობილიზებას თვითონ ქართული ოცნება. ამასთან არის ალბათ დაკავშირებული ბატონი მამუკა მდინარეზე განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ არა მხოლოდ ერთიანი ქართული ნაციონალური მოძრაობა არ მიიღებს, არა დააჩენებს არ მიიღებს მონაწილეობასა და გზადაგზა ფიქრობენ, მე მგონი მოიცილ ბატონი ირაკლი ანალიტიკურ ჯგუფში სადაც არის და უფრო კარგად თვითონვე დააორგანიზებენ ოპოზიციურ ცენტრს და დაეხმარება რაღაცეებში. ასე მგონია რომ დაგეგმილი ეს არის და ასეც უნდა მოხდეს. ქართულ პოლიტიკაში ასე დესტრუქციული ანტისახელმწიფოებრივი ძალები არ უნდა იყვნენ, რომლებმაც რამოდენიმეჯერ სადეს ქვეყანაში დესტაბილიზაცია და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში არიან ღირებული და იმ წლებში კიდე კატასტროფამდე მიიყვანეს ქვეყანა. რაც შეეხება ელექტორატს, კიდევ ერთი მომენტია, რომელიც უნდა აღინიშნოს, რომ მთელი ამ 30-35 წლის მანძილზე საქართველოში არ გამოჩენილა ისეთი ძალა, რომელიც მოახდენდა ეფექტურად მემარცხენე ელექტორატის მობილიზებას. ამას აკეთებდა 90-იან წლებში პანტელეიმონ გიორგაძის ხელმძღვანელობით ერთიანი კომუნისტური პარტია, მაგრამ ეს იყო 90-იან წლებში. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ძლიერი არის აი მემარცხენე პოლიტიკური ძალისადმი მოთხოვნა საზოგადოებაში. რატომ? ყველა სოციოლოგიური გამოკითხვა ამაზე მეტყველებს, რომ პირველ 4-5 ადგილას დგას აქტუალობის მიხედვით აწუხებს ხალხს სოციალური ხასიათის პრობლემები. ისეთი პრობლემები, როგორიცაა უმუშევრობა, მაღალი, როგორიცაა მიგრაცია, როგორიცაა ესე იგი რეალური შემოსავალი, ხელფასის დონე, პენსიის დონე და ასე შემდეგ. მხოლოდ შემდეგ მოდის სხვა ისეთი საკითხები, როგორიცაა თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რამდენად სამწუხარო არ უნდა იყოს ეს განსაკუთრებით იძულებით გადაადგილებული პირთათვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში არის მოთხოვნა ისეთ პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც შესთავაზებს მოსახლეობას სისტემურ პროგრამას სოციალურ-ეკონომიკური საკითხების აი ამ კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის თვალსაზრისით. ჩვენ ვერ ხედავთ. არის ევროპული სოციალისტები ამ სახელწოდების ქვეშ პარლამენტში არის პარტია, რომელმაც სხვათა შორის დააყენა 1-2 ჯერ ისეთი საკითხები საპარლამენტო მაღალი ტრიბუნიდან ბატონმა ფრიდონმა, როგორიცაა დაუშვათ სახელმწიფო საინსტიტუციო ბანკის შექმნა. სახელმწიფო სამედიცინო სისტემის შექმნა და აი ამ განსაკუთრებით აქტუალურ სფეროებში, რომ სახელმწიფოც შევიდეს როგორც ენერგეტიკასთან დაკავშირებით მახსოვს მე მძლავრი აქტორი, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ვერ ხედავთ აი ამ პარტიისგანაც სისტემურ მიდგომას, სისტემურ პროგრამას და ჩვენ ვერ ხედავთ ფართო მუშაობას მასებში და ადგილებზე, ჩვენ ვერ ხედავთ მის პარტიულ სტრუქტურებს, ასე რომ ჩვენ ვერ ჩავთვლით ევროპულ სოციალისტებსაც ასეთ სისტემურ პარტიად. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საქართველოს მოსახლეობა ელოდება განსაკუთრებით მემარცხენე ელექტორატი ელოდება მემარცხენე ხასიათის მძლავრ პოლიტიკურ პარტიას. სხვათა შორის
პროამერიკული აი ესე იგი შანტრაპა ცდილობს აი ამ თემის აღებას თავის თავზე. Შეხედავთ ამის ნიშნები არსებობს. ბატონ თემურ, აი ისევ თქვენთან დავრჩები და ამ თემაზე გკითხავთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ხო გავარკვიოთ რა რის მიხედვით გააკეთებს. მეთანხმება ბატონო. რის მიხედვით გააკეთებს არჩევანს საზოგადოების უმრავლესობა. ამისი წინასწარ ცოდნა პოლიტიკოსისთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია და ამისი ანალიზი. და მათ შორის საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანია რომ ამაზე გქონდეთ ინფორმაცია. ჩვენ ვამბობთ და ეს რეალურადაც ასეა რომ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები საქართველოს მოსახლეობისთვის არის ნომერ პირველი საკითხი. ანუ ეს არ არის შეიძლება ნომერ პირველი იყოს, არა. დადასტურებით ვიცით რომ ყველაზე მეტად ხალხს აწუხებს სოციალური პრობლემები, ხალხს აწუხებს ეკონომიკური სიდუხჭირე და პარადოქსი არ არის ის რომ ამ დროს პოლიტიკურ ველზე არც ერთ მემარცხენე პოლიტიკური ძალა არ არის. წესით მემარცხენე პოლიტიკური ძალებისთვის ყველაზე უფრო ნოყიერი ნიადაგია დღეს პოლიტიკური საქმიანობისთვის. თუ კი ელექტორატში მართლაც ეს განწყობებია. ის ენერგია რაც უნდა დახარჯოს მაგალითად აი არა მემარცხენე უფრო სხვა პრიორიტეტებზე ორიენტირებულმა ჯგუფებმა რომ დაარწმუნონ რაღაცა სხვა საკითხებზე მოუწიოთ მათ დარწმუნება საზოგადოების და ათმაგი რესურსი უნდა დახარჯონ, იგივე ეფექტი მემარცხენე ადამიანმა, თუ კი მემარცხენე პოლიტიკურმა ჯგუფმა, თუ კი მოსახლეობაში მართლაც ეს განწყობებია, უნდა მიიღოს 10 ჯერ უფრო ნაკლები რესურსის ხარჯვით. მაშინ რა ხდება იმისი მთავარი მიზეზი და იმისი მთავარი გამომწვევი მიზეზი, რომ მთელი ეს პერიოდი თქვენი თქმის არ იყოს ძლიერი, ორგანიზებული, სტრუქტურიზებული მემარცხენე პოლიტიკური ძალა, რომელსაც ექნება პრეტენზია ამ ქვეყანაში წამყვან პოლიტიკურ ჯგუფობაზე, ამდენი ხანი ვერ ჩამოყალიბდა. აი მთავარი პრობლემა რაშია? დისკრედიტირებული წარსული კომუნისტური პერიოდის თუ აი რა? კი, დისკრედიტირებული ბჭყალებში. დისკრედიტირებული იმ გაგებით რომ ხონო საზოგადოების უმრავლესობას აქვს შეხედულებები რა. მოახერხა გაბატონულმა იდეოლოგიამ, განსაკუთრებით ახალგაზრდობის თვალში, ვინც როგორც თქვენ ახსენეთ, მე არ მახსოვდა, ვერ მოესწარი იმ კარგ ცხოვრებას საბჭოთა პერიოდს გულისხმობდი თუ ასე. კი ბატონო. ის რომ ძლიერი სისტემური მემარცხენე ხასიათის პოლიტიკური პარტია არ გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე, ვინც გამოჩნდა მისი მარგინალიზაცია მოხდა, ეს დაკავშირებულია იმ საერთო იდეოლოგიურ ფონსთან, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოში 30-35 წლის მანძილზე. და ნებისმიერ მემარცხენე პარტია დაკავშირებული იქნება საბჭოთა წარსულთან, იმ სოციალისტურ სისტემასთან, რომელიც ჩვენ გვქონდა საბჭოთა პერიოდში და ეს პერიოდი კი არის გამოცხადებული საშინელ პერიოდად და მისგან გახედვასაც კი რაღაც დანაშაულად ითვლება და ეს გრძელდება დღემდე და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, ერთ-ერთი ობიექტური მიზეზი, რატომ არ გამოჩნდა ძლიერი მემარცხენე სოციალისტური პოლიტიკური ძალა პოლიტიკურ ველზე. რაც ჩვენ ხედავთ, რომ ყველგან არის, თითქმის ყველგან არის. ევროპის ქვეყნებშიც არის მემარცხენე პარტიები. შეერთებულ შტატებშიც არის მემარცხენე პარტიები, მემარცხენე პოლიტიკური მოძრაობები, ყველგან არის. ძლიერი პოლიტიკური. მეც რა პრობლემას ხედავ და აი თქვენი აზრით მაინტერესებს რამდენად არის ესე. მემარცხენე პოლიტიკური ჯგუფი თავისთავად ჩემი აზრით უნდა გულისხმობდეს ისეთ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც ლობირებს დაბალი ფენის ინტერესს, ხო? ბუნებრივია. დაბალი ფენის გულისხმობ დაბალი სოციალური ფენის საზოგადოების ფართო მასების ინტერესებს. ასეთი ადამიანი ჩემი ლოგიკით ვერ შეუძლებელია იყოს ბიზნესმენი მაგალითად, გულწრფელი მემარცხენე ადამიანი, რომელიც თვითონ არის ექსპლუატატორი, ვერ გახდება მშრომელების უფლებების დაცვა. როგორც წესი კი, მაგრამ არის გამონაკლისები რა თქმა უნდა. კი ბატონო, ის თავადი რატომ არა ბიზნეს ევანიშვილი შეიძლება გახდეს? არ ვიცი, ვნახოთ ყოველ შემთხვევაში, ეხლა მაგალითად ლიტერატურასთან დაკავშირებით მან უნდა ფიქრობს ალბათ ისტორიაში დარჩეს როგორც დიდი პიროვნება და ის ფიქრობს იმ სოციალურ-ეკონომიკურ კატასტროფულ მდგომარეობაზე, რომელშიც საქართველო არის და მას კარგად მოეხსენება დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ლიბერალური სოციალ-ეკონომიკური პოლიტიკის ფარგლებში ამ მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია. მithumetes რომ ამ კაცმა დაამთავრა საინჟინრო ეკონომიკური ფაკულტეტი, ის ფაკულტეტი, რომელიც მე დავამთავრე, ის მახსოვს კიდევაც და იქ მეცნიერთა თანამშრომელი იყო. ანუ მან მარქსიზმის საფუძვლები კარგად იცის.
ასე რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ კაცმა, აი როგორც ბიზნესმენმა, უმსხვილესა ბიზნესმენმა შეიძლება შეცვალოს აი ეს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც საქართველოში მძინვარებს. თუმცა რაც არ ნიშნავს იმას, რომ ბიზნესი გაქრეს. არ ნიშნავს იმას. ეს ნიშნავს, ესე იგი, დაახლოებით შეიძლება ითქვას, რომ შეიძლება კეინსიანური პოლიტიკა, აი ბატონ ირაკლი ახსნის ამასაც, რას ნიშნავს კეინსის მიერ გატარებული პოლიტიკა შეერთებულ შტატებში. ეს არის არსებული რესურსების მარშრუტის, კერძო ბიზნესის რესურსების მიმართვა რაღაც საერთო პრობლემების, იმ პრობლემების, რომელიც საზოგადოების წინაშე დგას, გადაჭრისკენ მისი მიმართვა. და ამის სახელმწიფო რეგულირება. კი ბატონო, მე უბრალოდ იმის თქვა მინდოდა, ხა ბიზინა ივანიშვილი შეიძლება პერსონალურად ასეც ფიქრობდეს, ასეთ ასე ვთქვათ, ფიგურად ფორმირდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ პოლიტიკურ მოძრაობაზე, პოლიტიკურ პარტიაზე, პოლიტიკურ სტრუქტურაზე. ქართული ოცნება, ანუ ის პარტია, რომელიც არის ბიზინა ივანიშვილის შექმნილი. ნუ არ არის მემარცხენე პარტია, ხა მაგალითად, რაც თქვა კობახიძემ ჭიათურასთან დაკავშირებით, რომ აი ნაციონალიზაცია ზოგადად პრინციპულად არასწორი საკითხია, ანუ არა მხოლოდ ჭიათურის შემთხვევაში, ნებისმიერ სხვა შემთხვევებში ნაციონალიზაცია და სახელმწიფო კონტროლის დამყარება ასეთ ტიპის ობიექტებზე ეს არის პრინციპულად არასწორი. ნუ არ ვიცით. მე უსურვებ პირადად წარმატებას, რა თქმა უნდა, მათ შორის ქართულ ოცნებასაც თუ ისინი ასეთი მიმართულების ზალად ფორმირდებიან საბოლოოდ და დაიწყებენ სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე, ასე ვთქვათ, ფოკუსირებას, ჩვენთვის იქნება ეს ყველაფერი ჩემი მხრიდან პირადად ხარდაჭერილი. ბატონო ირაკლი, ერთი უბრალოდ ინფორმაცია, რომელსაც ახლა მაწვდის პროდიუსერი, შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო მეგობარი აქტი. ჩვენ წინააღმდეგ ესე იგი. ხო, აი ეს აქტი ოღონდ ამ შემთხვევაში ხაზ გაუსვა, ეს არ არის სენატის გადაწყვეტილება, როგორც გაასაღებენ ახლა ნაცებია, რომ აი სენატმა დაანგრია ქვეყანა. საუბარი არის სენატის საგარეო კომიტეტზე, რაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ალბათ დამეთანხმებთ ახლა სენატის კომიტეტია, რაც გინდა იყოს, თუმცა ეს რაღაც ერთი აშშ-ის პოზიციას ეს არ გამოხატავს. ესეც ცხადია, მაგრამ სიმპტომი არ არის ეს, რომ საუბარი ორპარტიულ მხარდაჭერაზე, ანუ მიდის საუბარი ერთ რესპუბლიკურ პარტიას ორ ნაწილად არის დაჩეხილი. როგორც დემოკრატიული პარტიაც იქ არის განსხვავებები, მაგალითად საგარეო პოლიტიკური ვექტორი რესპუბლიკურ პარტიის შიგნითაც ძალიან განსხვავებულია, თუმცა დღეს არის ის სიტუაცია, როცა ადმინისტრაცია საპრეზიდენტო რესპუბლიკაა და ამის პირობებში კი გარკვეული შეკავების მექანიზმები არსებობს, როგორც ნებისმიერ ლიბერალურ დემოკრატიებში. თუმცა მთავარი გადამწყვეტი, ამ საგარეო პოლიტიკაში და ეს არის ადმინისტრაცია და სახელმწიფო სამდივნო სახელმწიფო მდივანბეჭდვის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასე ვთქვათ, და აქედან გამომდინარე ეს არის ბოლო გაბრძოლება მათი დღეს მოდაში ეს თქო deep state-ის ერთგვარი ბოლო გაბრძოლება აი ჩვენ წინააღმდეგ. მე მინდა უბრალოდ შევეხო მემარცხენე პარტიების თემას და მე ვეთანხმები ბატონ თემურს იმაში, რომ ნაციონალურ მოძრაობა სხვათა შორის უფრო ადრე სააკაშვილის დროს სახელმწიფოებაში იყო. მაშინაც მემარცხენე ლოზუნგებით გადიოდა და იმის შემდგომაც ოპოზიციის პერიოდშიც მემარცხენე ლოზუნგებით გამოდიოდნენ. მათ პროგრამებში სულ მემარცხენე იდეები იყო ჩადებული და ამით იმხრობდნენ. გაწყვეტინებდა და მე დაგამთავრებინებთ, უბრალოდ მე აზრი დაგვავიწყდება. მათ შორის ლოზუნგები. კი ბატონო, მაგალითად საქმე ლაპარაკის ეს გამახსენდა. 80-იანი წლების საბჭოთა ლოზუნგია, სხვები. კი ბატონო, ნუ ეს გასაგებია ახლა, გასაგებია ეს მემარცხენე ლოზუნგებით, სხვათა შორის მე უკვირდები რაიონებში სოციალურად ყველას გაჭირვებული ფენა უჭერდა ამ ოპოზიციას მხარს. კი, ახლაც ასე იყო ბოლოს. და როცა ეს პოლიტიკური სისტემის გადაფორმატირება როცა მოხდება რამოდენიმე თვეში ეს. შესაბამისად ახალი მემარცხენე ძალებს შესწევთ უნარი ის ადგილი დაიკავონ და ის ელექტორატი წაართვან იმ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც დღეს არიან ჯერჯერობით კიდე წარმოდგენილი პოლიტიკურ სისტემაში. რაც შეეხება მე თანხმები ბატონ თემურს იმას დაკავშირებით ევროპელ სოციალისტებთან დაკავშირებით, რომ ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არა, თუმცა მათ აქვს შანსი გამსხვილებისა და შესაბამისად თუ მიმართავენ იმ ენერგიას, რომელიც აქვს ახალგაზრდა პიროვნება ახლა პარტიის ლიდერი, თუ მიმართავენ ამ ენერგიას, მათ აქვს შესწევთ უნარი მის გარშემო მოახდინონ კონსოლიდაცია მემარცხენე სხვა საზოგადოებრივი პოლიტიკური ჯგუფების ერთი გამსხვილება მოახდინონ ამ პარტიის და შესაბამისად
იმ ელექტორატზე აქცენტი გააკეთონ, რომელიც სხვათა შორის მრავლად უჭერს ხარს დღევანდელ კიდევ ოპოზიციას. და მათ წაართონ და შესაბამისად სისტემის როგორც პარტიული გადაფორმატირება, პარტიული სისტემის, ასევე ელექტორალური გადაფორმატირებაც მოხდეს. აი მემარცხენეობა მემარჯვენეობა რამდენად სწორად გვესმის ესეც საინტერესო კითხვა არის და ამით ამოვწურავ პრინციპში ამ თემაზე. საუბარს რომ სწორია ესეთი დაყოფა დღეს დღევანდელ პოლიტიკაში. აი მაგალითად თუ უყურებ გერმანიის პროცესებს ხა იქ AfD ითვლება ულტრამემარჯვენედ, მაგრამ მე თუ მკითხავ ის უფრო არის მემარცხენე იმ გაგებით რომ ლობირებს დაბალი ფენის ადამიანების უფრო ინტერესებს ეს აქვს წინა პლანზე ვიდრე მაგალითად სოციალ-დემოკრატები ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტია ხო? ფაშისტებს საერთოდ ეგრე ერქვა. აი როგორი პარტია იყო მემარცხენე თუ მემარჯვენე? ხო აი ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტია ვინაიდან სოციალისტური ქვია უნდა იყოს გარკვეული ჰიბრიდის შესაძლებელი ჰიბრიდის შექმნა. კაცო რომ ისე შეიძლება გარკვეული ჰიბრიდის შექმნა რაღაც მემარცხენე მემარჯვენე ელემენტების გაერთიანება და ის ფაქტებში იდეოლოგიურ პლატფორმაზე რაღაც მდგარი პარტიაც შექმნა კი ეს შესაძლებელია. შეიძლება პირდაპირ მიმართული მემარცხენე იდეებზე დაფუძნებული პარტია შექმნა. მე არ მახა კომპარტიაზე და მემებზე, მემარცხენე და რაც შეეხება ევროპაში ძალიან მძლავრები არიან უკანასკნელი 45 წლიდან მოყოლებული, როცა იქაც მოხდა გადაფორმატირება პოლიტიკური სისტემის. ნუ კონტინენტური ევროპაში ცოტა განსხვავებული იყო და ანგლო-საქსონში ცოტა განსხვავებული, თუმცა ლიბორისტული პარტია რა იყო, მემარცხენე პარტია ხო იყო. ორ პარტიული ლიბორისტულმა ჩაანაცვლეს ლიბერალური პარტია შორის მაგ პერიოდში. გადაგვარება დაემართა ყველა მემარცხენე პარტიას, რომლებიც წარმოიშენ გასული საუკუნის 50-იან 60-იან წლებში. მათ შორის გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიას, რომელიც როგორც ეკონომიკური პოლიტიკის ისე საგარეო პოლიტიკაში არის წმინდა მემარჯვენე ლიბერალური მემარცხენეები ბატონ თემურ რასაც მე უყურებ თქვენთან შეუშალეთ არა იგივეს მემარცხენეობა დღეს ევროპაში განსაკუთრებით და დასავლეთში ასოცირებული არის არა მშრომელი ადამიანების უფლებებთან სიგიჟეებთან მემარცხენეობა ასოცირებული არის LGBT უფლებების დაცვასთან მემარცხენეობა ასოცირებული არის აი ტრანსგენდერიზმთან და კლიმატის პოლიტიკასთან და არის რაღაც ამ საშინელებებთან მაგას ნიშნავს. ტერმინები ჩვენ ესენი არიან დღეს არის მოდერნის ფაზის მემარცხენეები. რაც LGBT პოსტმოდერნის ფაზის მემარცხენეები. რაც შეეხება ახალგაზრდებზე, მე ძალიან ბევრი ვიცი, განსაკუთრებით, ინტელექტუალური ახალგაზრდობა, რომელიც მე მაგალითად თავს მემარცხენე მემარჯვენე ჩემ თავს, თუმცა ახალგაზრდების დიდი ნაწილი ინტელექტუალურად განვითარებული ახალგაზრდების დიდი ნაწილი მემარცხენეები არიან საქართველოში. აი ბევრი მარქსისტს ვიცნობ. მარქსისტული და მემარცხენე იდეებით არიან გაჟღეთილი ეს ახალგაზრდობა. შესაბამისად ის რომ დაუშვათ და მოხდა სოციალიზმის რაღაც დისკრედიტაცია, შეიძლება ბევრი ცდილობდა, თუმცა ვერ მოხდა ახალგაზრდებში, მაინც მოდული ტრენდია ყოველ შემთხვევაში დღესდღეობით საქართველოში. შეიძლება ვერ მარციც ის რომ დასავლეთის სხვათა შორის რო გითხრათ. რაც შეეხება იმ გადახრებს, ლიბერალურ გადახრებს მემარცხენე მოძრაობებში, უმცირესობების უფლებების დაცვა LGBT და ასე მსგავსია ის რომელიც ანტისოციალური მოვლენა ფაქტიურად ეს მოდის ევროპიდან სადღაც 70-იანი წლებიდან და ეს ხდება ამას რა თქმა უნდა ხელი შეუწყო ობიექტურმა პროცესებმა, მაგრამ მაინც მოხდა ამით მოხდა მემარცხენე მოძრაობის შეთავსება და ინკორპორირება საერთო ბურჟუაზიულ, ასე ვთქვათ, პოლიტიკური სისტემის ნაწილი გახადეს, იმიტომ რომ როცა პირველ პლანზე გამოგაქვს LGBT-ის უფლებების დაცვა. ქალთა უფლებებს არქმევ გენდერულს და სახეცვლილებას ახდენ და მის ატროფირებას ახდენ და მის დეგრადაციას ახდენ და ფაქტიურად ჩვენ ვიცით რომ მემარცხენე მოძრაობის სოციალურ მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი მემართულება და ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ქალთა ემანსიპაცია. და ამის ის ხდება ცხოველთა დაცვა, კიდევ ესე იგი ეკოლოგიური პრობლემები მოსპობა ენერგეტიკის მაგალითად და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ემსახურება მთავარი პრობლემიდან მემარცხენე მოძრაობის ჩამოშორებას. მთავარი პრობლემა კი არის მშრომელთა ინტერესების დაცვა. მშრომელთა მდგომარეობის გაუმჯობესება. აი ესაა მთავარი. აი იმას რომ მოწყვიტონ იმიტომ არის აი ეს თემები და კულტივირება მოხდა ამ თემების.
კი ბატონო, დიდი მადლობა ბატონებო. მადლობა თქვენ. საინტერესო საუბარი იყო, როგორც მიმდინარე პროცესებზე, ისე ზოგადად აი ამ იდეოლოგიურ ჭრილშიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მაყურებლისთვის კარგი იქნებოდა ერთი მომხმარებელი ერთგული გვიკომენტარებს, რომ ჩემი მარცხენა და მარჯვენა ძლივს დავიმახსოვრეო და ეხა ეგენი მარჩევინეთო და ეს განწყობაც პრინციპში გასაგებია, მართლა ხალხმა უნდა დაინახოს მისი ლობი, ასე ვთქვა და იმას მე მარცხენეს დაარქმევენ თუ მე მარჯვენეს თუ საერთოდ რაღაცა კომუნისტს დაუძახებენ ფაშის. ქართულ ხალხს სჭირდება რომ დაინახოს პოლიტიკური ძალა, რომელსაც აღიქვავს, რომ აი ეს ძალა არის ჩემი ლობი, ჩემი ინტერესებს იცავს ეს ძალა. რა ვიცი, უსურვებს წარმატებას ყველას ამ საქმიანობაში, მათ შორის თქვენს გუნდს პირველ რიგში. დიდი მადლობა და დაგემშვიდობებით. კარგად ვზანდებოდეთ, შეგახსენებთ რომ ბატონი ირაკლი უბილავა და ბატონი თემურ ფიფია იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. მე ხვალამდე დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა და ნახვამდის.